როგორც ჩანს, კრისტიანო რონალდუს საუდელებთან კონფლიქტი აქვს. საქმე იმაშია, რომ კრისტიანო რონალდუს აზრით, საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი, რომელიც ადგილობრივი ჩემპიონატის 4 წამყვან გუნდს ფლობს, მეტ ინვესტიციას დებს არა რონალდუს ალ-ნასრში, არამედ მათ კონკურენტ ალ-ჰილალში. როგორც ამბობენ, განსაკუთრებული ბრაზი რონალდუს იმან გამოიწვია, რომ რამოდენიმე დღის წინ ალ-ჰილალმა კარიმ ბენზემაც დაემატა. ხოლო რონალდუს ალ-ნასრს საფხულის შემდეგ არ გაუკეთებია არანაირი ვარსკვლავური შენაძენი განსხვავებით კონკურენტი კლუბისგან. ამას ისიც ემატება, რომ სავარაუდოდ გუნდიდან მიდის კრისტიანოსთან დაახლოებული ჟოზე სემედუ, რომელიც ალ-ნასრის CEO იყო. ხოლო ბოლო ტურის მატჩი ელ-რიადის წინააღმდეგ კრისტიანომ სულაც გამოტოვა, არ ითამაშა, როგორც ამბობენ, პროტესტის ნიშნად და შემდეგ დღეს ვარჯიშზეც არ გამოცხადებულა. რა თქმა უნდა, ეგრევე გაჩნდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ კრისტიანო სურს დატოვოს საუდის არაბეთი და ჰორიზონტზე MLS-ის კლუბებიც გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ. დაინტერესებულ კლუბებს შორის სახელდება როგორც ლოს-ანჯელესი, ასევე ინტერ მაიამი. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით კრისტიანოსი, რომელიც ახლა საუდის არაბეთში აქვს, ის წელიწადში გამოიმუშავებს დაახლოებით 200 მილიონ ევროს, ხოლო მისი კონტრაქტის გამოსყიდვის თანხა არის 50 მილიონი ევრო. პრინციპში ამერიკელები მზად არიან ეს თანხები გადაიხადონ იმისათვის, რომ კრისტიანომ ჩაიგდონ ხელშიო. როგორ ფიქრობთ, არის მართლაც შანსი, რომ კარიერის ბოლოს ისევ ვიხილოთ მესის და კრისტიანოს დაპირისპირება, ოღონდ უკვე ამერიკაში, ან იქნებ სულაც თანაგუნდელები გახდნენ?